სამაშველო სამსახურის სოცი თანამშრომელი და სამედიცინო ბრიგადები ჰაიტიზე გაემგზავრებიან. საქართველოს სტიქიური უბედურების ზონის სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება. ჰუმანიტარული ტვირთით სავსე აეროხომალდი გასაფრენად უკვე ემზადება. ქართველი მაშველები მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში რამდენიმე დღეს დარჩებიან. რამდენ ხანში გაფრინდება სპეციალური რეისი, მე ამ კითხვით ლაშა მიქაძესთან გადავალ, რომელიც პირდაპირ ეთერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვერდება. ლაშა, გისმენთ. Სუსტი დროით ოდის გაემგზავრება ჰაიტში სპეციალური რეისი ჯერჯერობით არის უცნობი. სავარაუდოდ ეს მოხდება 1 საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სამზადისი უკვე დაწყებულია. ქართულ დელეგაციაში შედიან ქართველი ექიმები, სპეციალისტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები და ასევე მაშველები. ცნობილია, რომ ისინი გაემგზავრებიან ჰაიტში, სადაც განთავსდებიან კარვებში, რადგან მოგახსენებათ, რომ 7 ბალიანი მიწისძვრამ ჰაიტის დედაქალაქი თითქმის მთლიანად დაანგრია, ასევე დაანგრეულია ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ობიექტი. რაც შეეხება უშუალოდ ტვირთვის დატვირთვა მოხდა მუხრანში, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ბაზაზე და ამ ტვირთში შედის მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები. ღირებულება დახმარების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სპეციალური მედიკამენტები, ასევე პირველი დანიშნულების საგნები, საოპერაციო მაგიდები, ყავარჯნები, ბინტი დიდი რაოდენობით, მარლა, რა ვიცი, ის ყველა ის რაც ჭირდება მიწისძვრით დაზარალებულს. მთელი მსოფლიო ახლა მობილიზებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს ჰაიტს. თითქმის ყველა ქვეყნიდან ხდება ჰაიტში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა და ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ აღმოჩნდა საქართველოს. ქართულ დელეგაციას სტიქიური უბედურების ზონაში მიყვება ქრონიკის განაყოფის ჯგუფი, ასე რომ იმედის მაყურებელი პირველი შეიტყოს თუ რა ხდება სტიქიური უბედურების ზონაში. ის ყოლაშა მიქაძე, რომელიც ჰაიტიზე ჰუმანიტარული მისიის მთავარი დეტალებით პირდაპირ ეთერში საუბრობდა. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მზად არის ჰაიტიზე დამატებითი სამაშველო ბრიგადები გააგზავნოს. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ნინო კალანდაძის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად საქართველოს მთავრობამ გვიან ღამით მიიღო. ჰაიტიზე სულ 40 ტონა ტვირთი გაიგზავნება. ჰაიტისთან კონტაქტის არ ქონის გამო საქართველოს ჰუმანიტარული მისიის განხორციელების დეტალებს საფრანგეთის ხელისუფლებასთან ათანხმებს. საქართველოს ჰაიტიზე $250,000 ღირებულების ტვირთს გააგზავნის. მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია დახმარების ხელი გაუწიოს, მიუხედავად ყველაფრისა ჰაიტის მოსახლეობა, სადაც ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გაიგზავნოს ერთის მხრივ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი და მეორეს მხრივ მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, ასევე გაიგზავნება სამაშველო ჯგუფი 20 კაცის შემადგენლობით. ჰაიტიზე მსხვერპლის რაოდენობა კი ყოველ წუთს იზრდება. სტიქიურ უბედურებას რეგიონში 100,000-ობით ადამიანი მსხვერპლა. კადრები, რომელსაც მსოფლიო მედია ავრცელებს, შემზარავია. ქალაქში არც ერთი მთელი შენობა აღარ დარჩა. ის კი ვინც სტიქიას გადაურჩა, სასმელი წყლის, ელემენტარული პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის. სიტუაციას მწყობრიდან გამოსული აეროპორტიც ართულებს, რის გამოც დახმარების სრულად გაგზავნა ვერ ხერხდება. ია შათერიშვილი მთავარ დეტალებზე გიამბობთ. ჰაიტიზე დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლებელია 9 მილიონი ადამიანი შეადგინოს. შემზარავი ციფრი ჰაიტის ხელისუფლებამ დაასახელა. უფრო კონკრეტულად მსხვერპლის რაოდენობის დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია. სტიქიით დაზარალებულ კუნძულზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჰაიტის დედაქალაქი პორტო-პრენსი ნანგრევებადაა აქცეული. დაშავებულებს პირდაპირ ქუჩაში მკურნალობენ. მთლიანადაა დანგრეული ცენტრალური საავადმყოფოც. უკმარისია მედიკამენტები. მოსახლეობა საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. არც წყალი გვაქვს, არც საკვები, არ არის ელექტროენერგია, არც ტელეფონი. ვინც გრევას ცოცხალი გადაურჩა, ახლა შიმშილით კვდება. ჩვენ დახმარება გვჭირდება, სასწრაფო დახმარება. ისე არაფერი გვეშველება. ჰაიტის ეპიდემია და ინფექციური დაავადებები ემუქრება. მძიმე დაშავებულების მკურნალობა მხოლოდ მეზობელ დომინიკის რესპუბლიკაშია შესაძლებელი. იქ მხოლოდ 100-მდე დაშავებულის მიღება მოხერხდა. ჰაიტიზე მარადიორობა დაიწყო. სტიქიურ უბედურებას ჰაიტიზე გაეროს მისიის წარმომადგენლებიც ემსხვერპლენ. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ბან კი მუნმა 16 თანამშრომლის დაღუპვის ფაქტი გამოაცხადა. ამ დრომდე უცნობია მისიის 100-მდე თანამშრომლის ბედი. მიწისძვრისას ისინი სავარაუდოდ მისიის შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ. ჩვენ თქვენთან ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ დასახმარებლად. გვესმის, რომ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს გადასალახი, მაგრამ როგორც ამბობენ, იმედი ძალას გვმატებს. გრევას პორტო-პრენსის აეროპორტი გადაურჩა, სადაც თავს იყრეს მაშველებითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები. დახმარებას ჰაიტიში მთელი მსოფლიო გზავნის. ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ჰაიტის შეერთებული შტატებისგან $10 მილიონ მიიღებს. სოლიდურ დახმარებას გამოყოფს მსოფლიო ბანკი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროკავშირი. შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დახმარების სურვილი. გვაწვდიან ტანსაცმელს და სხვა აუცილებელ ნივთებს.
ძალიან ბევრი ადამიანი, ქალები, ბავშვები და მამაკაცები ისევ ნანგრევებში არიან მოყოლილი. სამაშველო ბრიგადების მთავარი ამოცანა ახლა მათი მოძიება და გადარჩენაა. ჰაიტის თავზე მუდმივად დაფრინავენ საჰაერო სამხედრო ძალების ვერტმფრენები. ისინი სტიქიური უბედურებისგან გამოწვეულ ზარალს ითვლიან.